მშვიდობისა, მოგესალმებით. აქ არის საფეხბურთო სტადიონია და არც საკალათბურთო დარბაზი. ჩვენ დებეტას ტბაზე ვიმყოფებით. ალბათ გაინტერესებთ აქ მოსვლის მიზეზი. დღეს საქართველოში არც თუ ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო სპორტის სახეობის თევზაობის წესებს საქართველოს სპორტული თევზჭერის წარმომადგენლები აგვიხსნიან. რა ხდება ეხლა რა დაგვრჩა? ესე იგი, ეხლა უნდა გავშალოთ აღჭურვილობა. შესაბამისად, ჩვენ ეხლა ამ ტბაზე ველოდებით ცოტა მოზრდილ თევზს. არ გვექნება ესეთი ინტენსიური ჭერა, როცა უკვე წყალი ცივდება, თევზი ძალიან პასიურობს და ცოტა სჭამს. შესაბამისად, ჩვენ ეხლა გვექნება ესეთი ლოდინის რეჟიმი უფრო, შევარჩევთ უფრო ცხოველური ცილებით მდიდარ საკვებს, რომ თევზი მივიზიდოთ. ამასობაში მე მგონი ნახოთ იქეთ ლევანიც თავისთვის რაღაც ემზადება სათევზაოდ. ოქროს თევზის დაჭერას აპირებს მე მგონი ლევანი. ნახოთ როგორ ემზადება. ძალიან საინტერესო პროცესი არის თვითონ ეს მზადება. განსაკუთრებით ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყური აქვთ მოჭრილი, შეიძლება თამამად ითქვას ამ საქმეში და აი ნახე ამასაც პატარა ფერადი ჭიაყელები აქვს, შეგვიძლია შევხედოთ. ვერ ითმენენ უკვე თევზის მუცელში უნდათ რომ ამოყონ თავი. რომელი სახეობის თევზი გინდა რომ დაიჭირო, ხო? კობრი? დიდი თევზია ალბათ, ხო? ნახო. იმედია რომ ნახავთ. ესე აი მანკესე რაღაცა პატარა გვესტუმრა და მოდი ნახოთ აბა რა ხდება. აი ასე. ახლა ეს დიდი ზომის არ უნდა იყოს, სავარაუდოდ ამ პატარა კობრია ან პატარა კარჩხალი. ამ ტბაში გაცილებით უფრო დიდი ეგზემპლარებია, მაგრამ ესე იგი, როგორც ამბობენ, თევზაობაში მთავარია ჩარტყმა. ანუ ყველაზე დიდი ემოცია გამოიყოფა მაშინ, როდესაც ჩვენ ვღებულობთ ანკეზე დარტყმას. თევზი შეიძლება პატარა იყოს. ამ თევზს ეხლა ეს მოხდა თვით წამოგება, ანუ ემან იტრიალა. ეს პატარა სარკისებური კობრი. ეს ბავშვია ფაქტიურად. ამის დაჩაგრო არ შეიძლება და შენ შეგიძლია გაუშვა წყალში. სპორტული პრინციპი არ ირღვევა. ესე ორი ხელით ფაქიზად, საფრთხად გაუშვა წყალში და ვაჩქო ციცის. წადი. მეორე თევზი უკვე. გამექცა ბიჭო ნახე რა. არის რამსიმზიმია აი მართლა რა ჯობია ხა ამას ეს როგორ შეუშვათ
ეს მიუყვება. ძალიან მაგარი ადრენალინი არის და რაღაც სურვილი გიჩნდება ეს კეთილშობილების რო იჭერო გაუშვა ისე აი თავარი მე მგონი თავარი პრინციპი მაინც ეს უნდა იყოს მიხსი რაშია კი თევზი დავიჭირეთ აი ლევანამ დაიჭირა თენგო ყლიდან რა მოიყვანა ეს გასხოვებული ჯიშის თევზია მე მგონი ხوار შევუშვათ ისე უკან ჰა აი არა ეს ხმელეზე გავამწეს წადი მედი რა მაინც ხონდა გაგიშვა რა არაო მეუბნებიან იქიდან თევზო მატყო არაო ჩვენი დღევანდელი სპორტული თევზაობა დასრულდა თენგომ შეძლო დაეჭირა თევზები რომლებიც შემდეგ უკან წყალში გაუშვით სამწუხაროდ ლევანმა თავის ანკეზე ვერც ერთი თევზის წამოგება ვერ შეძლო, მაგრამ მეთევზეობის მთელი ხიბლი ზუსტად აი ამაშია, რომ ხან გაგიმართლებს, ხან არ გაგიმართლებს. ხანდახან შეძლებ თევზის დაჭერას, ხანდახან ვერა. მაგრამ თავარია რომ სპორტული პრინციპი ამ ადამიანებისგან მაინც ვისწავლეთ.